საზოგადოებრივი არჩევანი ნაზი მეშვენიანთან ერთად. შრომის უფლება ეს არის ადამიანის ფუნდამენტალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ, უსაფრთხო და სამართლიან დასაქმებას. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ხატი კიბაროიძე იურისტი და ლევან ხინგია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. ძვირფასებო რას ნიშნავს სამართლიანი და ის დასაქმება, სადაც მე კარგად ვიგრძნობ თავს. აი ბატონო. მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას გიხდით პირველ რიგში გადაცემაში მოწვევისთვის, იმიტომ რომ ის საკითხები, რომელიც ახლა თქვენ გააჟღერეთ და კი გეთანხმებით ნამდვილად, შრომის უფლება ეს არის ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, კონსტიტუციით გარანტირებული, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული თითოეული დასაქმებულის პირად ცხოვრებასთან უფრო სწორად დაკავშირებული არის აგრეთვე მის უსაფრთხოებასთან და აგრეთვე მის სოციალურ და ეკონომიკურ ყოფასთან საერთო ჯამში. აღნიშნული საკითხი ანუ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის პროფკავშირებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ორგანული კანონი პროფესიული კავშირების შესახებ პირდაპირ ზუსტად ამ დასაქმებულის ამ უფლებებზე ახდენს კონცენტრირებას. რაც შეეხება ახლა თქვენს კითხვას პასუხი რომ გაეცეს, რა არის უსაფრთხო და სამართლიანი გარემო დასაქმებულისათვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის გარემო, სადაც დასაქმებული თავს უნდა გრძნობდეს უსაფრთხოდ და გარემო, სადაც დასაქმებული თავს უნდა გრძნობდეს დაფასებულად. და რას გულისხმობთ ამაში? შრომითი ურთიერთობა პირდაპირ ესაა მოცემული საქართველოს შრომის კოდექსში დეფინიციაში რა არის? სამუშაო შესრულების სანაცვლოდ, დამსაქმებლისთვის სამუშაო შესრულების სანაცვლოდ ანაზღაურების მიღება. შესაბამისად, ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც გასწევს დასაქმებული, დაკავშირებული უნდა იყოს სამართლიან ანაზღაურებასთან. შრომის უსაფრთხოება და სამართლიანი ანაზღაურება ეს არის ზუსტად ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებულისათვის სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შრომის პირობების შექმნას. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია დაცული იყოს კანონმდებლობის ის მოთხოვნები ნებისმიერი დამსაქმებლის მიერ, რომელიც კონკრეტულად არის გაწერილი შრომის კოდექსში და რომელიც უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოფს დასაქმებულის სამართლიანი შრომითი უფლებებით, გულისხმობ დასაქმებულის მიერ, როგორც მოგეხსენებათ, შრომის კოდექსი ადგენს დასაქმებულისათვის რას ხო? მინიმალური დაცვის სტანდარტს. შესაბამისად, იმ ყველა ვალდებულების და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, ხო, ესაა მინიმალური დაცვის სტანდარტი, ის მინიმალური ვალდებულებები, რომელიც შესაძლოა და კი არა უნდა ჰქონდეს დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ, სწორედ ამ ვალდებულებების დაცვა განაპირობებს შრომის სამართლიან პირობებს. ვეთანხმებით იმ აზრს, საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული, რომ შრომის კოდექსი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის სრულყოფისგან, თუმცა ბევრად უკეთესი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსით, ვიდრე აქამდე იყო და ნელ-ნელა პროფკავშირის ჩართულობით მაქსიმალურად მიიწევს კანონმდებლობა წინ, რომ დასაქმებულებს შეძლების დაგვარად ჰქონდეთ შრომის სამართლიანი პირობები სამუშაო ადგილზე. თქვენთან თუ მოუმართავთ მაგალითად ადამიანს, რომელიც არის დაზარალებული, თქვათ, ანუ მაგალითად ღირსება შეულახეს, ან ხელფასი არ აქვს იმდენი, რამდენიც უნდა ჰქონდეს, ან დაიღო მისი ხელშეკრულება, ან თუნდაც მოლაპარაკების შედეგს რა მნიშვნელობა აქვს მაგასთან და აი რა სახის მოთხოვნილებები იყო თქვენთან? მოგესალმებით პირველ რიგში და რა თქმა უნდა მადლობა ასეთი თემის წინ წამოწევისთვის, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში მე ვეთანხმები ბატონ ლევანს, მაგრამ აქ ერთი საკითხია, რომ უკვე ის დროა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით დამსაქმებელი და დასაქმებული უკვე უნდა იყვნენ პარტნიორები რაღაც კუთხით უკვე იმ დონეზე უნდა იყოს მათი ურთიერთობა და არ უნდა იყოს მათ შორის დისკრიმინაციული ელემენტები სამართლებრივ შრომით ურთიერთობაში.
მაგალები რა შეიძლება შეიძლება. კი, მაგასაც გეტყვით ახლა ძალიან დისკრიმინაციული ელემენტი არ არის მარტო რასის, ფერის, კანის მიხედვით, აქ არის სექსუალური შევიწროება ძალიან ხშირად ხდება, ძალიან ბევრი მომართვიანობა არის ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უხეში მიმართვა თუნდაც აგრეთვე რაიმე არასასურველი ქცევა, არის ძალიან ბევრი ისეთი თემები მაგალითად, როდესაც ფიზიკურ ნაკლზე ან შეიძლება რაღაც ფიზიკურ მდგომარეობაზე იყოს მინიშნება დამსაქმებლის მხრიდან და დამამცირებელი ქმედება მათ მიმართ. ეს ყველაფერი დისკრიმინაცია და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციულ ელემენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის მოთხოვნა უკვე რაც არის და დაკვეთა დღევანდელი თანამედროვეობის რომ უნდა იყოს დამსაქმებელი და დასაქმებული პარტნიორები, საქმიანი პარტნიორები ერთმანეთთან და აღარ უნდა იყოს მათ შორის ისეთი დიდი ზღვარი, რომელიც შემდეგ შრომით ურთიერთობაში გამოიწვევს ძალიან ღრმა უფსკოლის წარმოქმნას. ჩვენთან ჯერ საქართველოში ძალიან შორსაა ეს თემა. ძალიან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მომართვიანობა არის ზუსტად ამასთან დაკავშირებით და ჩვენ არა მარტო სასამართლოს პირველ რიგში მას შემდეგ რაც შეიქმნა შრომის ინსპექცია, მიმართავთ შრომის ინსპექციას ამ საკითხების შესასწავლად. ყოფილა შემთხვევა მაგალითად რამოდენიმე 2-3 წელს უკან ახალი შექმნილი იყო თითქმის შრომის ინსპექცია, უბრალოდ ამოქმედებული იყო ახალი. ჩვენ მქონდა მიმართვიანობა და მაშინ მახსოვს ძალიან კარგად იმუშავა შრომის ინსპექციამ და ის დამამცირებელი ქმედება იყო თუ უდიერი მოპყრობა დასაქმებულის მიმართ, რა თქმა უნდა, დადგინდა, აუნაზღაურდა მორალური ზიანი, თუმცა აქ არის ერთი მომენტი, მომართვიანობის დროს აქცენტი კეთდება არა აღდგენაზე სამუშაო ადგილზე, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად დასაქმებულის სურვილი არის კვლავ დაბრუნება სამუშაო ადგილზე, მაგრამ ეს არ ხერხდება ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მართალი ბრძანეთ კიდევ ერთხელ დაგეთანხმებით შრომის კოდექსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ისეთი აბსურდია, რომელიც არ აძლევს საშუალებას დასაქმებულს გამოიყენოს კანონი დამსაქმებლის წინააღმდეგ. სასამართლოებში ძალიან ბევრი საქმე არის წარმოებაში ასეთ საკითხებზე, თუმცა არ არის, მე ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო ამ ყველაფერს სიღრმისეულად იხილავს, სწავლობს და შემდეგ გამოაქვს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც დასაქმებულის სასარგებლოა, უფრო მეტად მიმართავენ მორიგების შეთავაზებას, რომ მოხდეს მორიგება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და აქ უკვე ჩვენ ვწდებით იმ სამართლებრივ განხილვას, რომ როგორმე შემდეგ ეს იყოს პრეცედენტი და სხვა დამსაქმებელმა აღარ ჩაიდინოს იგივე ქმედება. უფრო ხშირად არის მომართვა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის შრომის გარემო უსაფრთხო, არ არის ანაზღაურება და თუ არის მასაც ხშირად უგვიანებენ, ახლა წარმოედგინეთ, როდესაც 8 საათი მუშაობდა, ანაზღაურება გაქვს 700 ლარი და გიწევს მთელი დღე ფეხზე დგომა და არა მარტო დაუშვათ ოპერატორად მუშაობა, ან რასაც ეძახიან ახლა თითქოს კონსულტანტი იყოს, ის კონსულტანტი არის დამლაგებელიც, ოპერატორიც, კონსულტანტიც, ყველაფერს ითავსებს. ხოლო შრომის ანაზღაურების განსაზღვრა საქართველოში პროფკავშირების წარმომადგენელია და დამეთანხმება ფაქტიურად არ არის ჯერ განსაზღვრული და სტანდარტი არ აქვს. ბატონო, მაგალითად რა მაინტერესებს, 8 საათიანი სამუშაო დრო ხომ არის? დასვენება თუ მეკუთვნის და როგორ უნდა განსაზღვრო ეს დრო? მივედი სამუშაოდ მაგალითად. მე მეკუთვნის თუ არა შესვენება და როგორ მეკუთვნის? რა თქმა უნდა 40 წუთია ნახევარი საათია, ვინ ადგენს ამას? პირდაპირ კანონში არის ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი, როდესაც სამუშაო დრო სცილდება 6 საათს, ამ შემთხვევაში დასაქმებულს წარმოიშობა დასვენების უფლება 60 წუთით. ეს არის პირდაპირ განსაზღვრული 6 საათის შემდეგ. კი ბატონო, თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა სცილდება 6 საათს, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს რა ამ ნაწილში ახლა ცოტა დაკონკრეტება საჭიროებს. ხშირ შემთხვევაში, როგორც ქალბატონმა ბრძანა და ამასთან დაკავშირებით დაუბრუნდები აბსოლუტურად, იმიტომ რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ერთ-ერთი მხარე მოგახსენებათ არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ზუსტადაც. მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს რა, რომ როგორც უკვე ვთქვი, შრომის კოდექსით ამ ორგანული კანონით დადგენილია დასაქმებულების დაცვის მინიმალური სტანდარტი. ეს გულისხმობს რას, რომ კანონში ჩანაწერი კონკრეტული დებულებები არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ უპირობოდ ესე უნდა იყოს შრომით ურთიერთობაში და უპირობოს როცა გულისხმობ, მნიშვნელოვანია დასაქმებულებმა და დამსაქმებელმა გაიგონ რა. რომ დამსაქმებელი ვალდებულია თუ არა, რომ აი ეს ანუ შეხედეთ ეს კოდექსში წერია. მივედი მინდა დავსაქმდე, ეს არის სუპერმარკეტი თუ სხვადასხვა ისა, უნდა ამიხსნას შეხედეთ საქართველოს შრომის კოდექსში არის ესეთი მუხლი.
მე-14 მუხლი არის, რომელიც ეხება შრომითი ხელშეკრულების, ანუ იგივე შრომითი ურთიერთობის არსებით პირობებს. არსებითი პირობების დროს, ანუ არსებით პირობებში მათ შორის წერია, რომ დასაქმებულმა უნდა იცოდეს საკუთარი სამუშაო დრო, უნდა იცოდეს საკუთარი დასვენების დრო. უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში, იმიტომ რომ კანონი ზუსტად განსაზღვრავს შემთხვევებს, როდის უნდა დაიდოს, როდის არის შესაძლებელი უпростоრად ზეპირი ხელშეკრულების დადება, როდი დანარჩენ შემთხვევაში ანუ ფაქტობრივად არის. როცა მე ვისვენებ 6 საათის შემდეგ. კი ბატონო, როგორც ხდება ეს საკითხები ჩვენ. აუცილებელია უნდა შევიტანო ხელშეკრულებაში. უნდა იცოდეს დასაქმებულმა კონკრეტულად როდის წარმოეშვება სამუშაო დრო სავალდებულო დართულის ამას კანონმდებლობა. გასაგებია, მაგრამ ანუ შეხედეთ. სავალდებულო დართულის და კიდევ არ დაგვაუწყლოს ერთი მომენტი შინაგანაწესთან დაკავშირებით, რომელსაც დამსაქმებელი ხშირად იყენებს ზუსტად იმისთვის, რომ თავი დაეძრუნოს შემდეგ წარმოშობილი კონფლიქტისგან. კანონთან და შინაგანაწესთან ის შეხედეთ აი ამ ნაწილში უყურეთ კანონთან და შინაგანაწესთან გასაგებია ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმა დისკუსია გავმართოთ, მაგრამ საკითხი არის რა, პირდაპირ გეუბნება მე-14 მუხლი რომ უნდა გაიწეროს სამუშაო დრო და დასვენების დრო. დასვენების დროში რა თქმა უნდა იგულისხმება მათ შორის ის შესვენებაც, თუ ისე რა ქვია, 1 საათიანი შესვენება, რასაც გულისხმობთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეხლა მოდი ამას ჩავუყრმავდეთ. ხო, ეხლა პროფკავშირებით მოგეხსენებათ, ფაქტობრივად ყველაზე დიდი ორგანიზაცია, ფაქტობრივად კი არა რეალურად არის ასე, რომელიც შრომით სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით დასაქმებულს წარმოადგენს, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ შრომით დავებში, ხო? განსახილველ შემთხვევაში ანუ მომართვიანობა და შესაბამისად დოკუმენტების გაცნობის სტატისტიკა არის ძალიან დიდი ჩვენ მიერ და ვამუშავებთ ძალიან დიდი რაოდენობის დოკუმენტაციას, მათ შორის სასამართლო წარმოების მიზნებისთვის თუ კონსულტაციის მიზნებისთვის, ხო? რეალურად ანუ თქვენს კითხვას რო დაუბრუნდეთ ამასთან დაკავშირებით, ხშირი არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად დამსაქმებელს საკუთარი ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, სჭირდება რომ დასაქმებული რაღაცა ანუ რაღაცა დროის განმავლობაში ყავდეს სამუშაო ადგილზე. შესაბამისად, ანუ დამსაქმებელსაც ეხება აღნიშნული ჩანაწერის კარგად დასახვა შრომით ხელშეკრულებაში და რას გულისხმობ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მაგალითად ასეთიც ყოფილა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეხლა არ ვიცი ქალბატონი ფათი დამეთანხმება თუ არა, თუმცა რეალობა ესეთი არის, რომ დღესდღეობით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი სტანდარტებისთვის ვიბრძვით, უმრავლესობა დასაქმებულებისას ზეპირი შრომითი ხელშეკრულება ქვია ამას. წერილობით შრომითი ხელშეკრულებები არ უდევთ. ანუ ის კი არიციან პირობითად ვამბობ რა ისე რა ქვია კონკრეტულ სამუშაოზე შესვენებაზე როდის გადიან ან როდის უნდა გავიდნენ. ანუ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ხვდებით ამას რა ქვია შრომით ხელშეკრულებებს რა. მაგალითად, როცა ზეპირი მოლაპარაკება იყო. რა თქმა უნდა, ანუ მომართვები აი მაგალითად რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად ხელშეკრულების დადებას და ზეპირი მოლაპარაკების. აი მოდით დავიწყებ თუ შეიძლება და გავადეთ აი ამ ნაწილთან დაკავშირებით ახლა ანუ ზოგადად საიდანაც დავიწყეთ რა ეს დასვენების დროსთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ანუ ძალიან დიდი პრობლემა რა არის, იმიტომ რომ ქალბატონი შეეხო ამ შემთხვევაში შრომით ხელშეკრულებებში რაღაც კაბალური პირობების არსებობასაც მათ შორის ხომ ძალიან ხშირად სამწუხაროდ აი რას გულისხმობ ახლა უფრო დეტალურად რომ ამახსნათ ხვდებით როგორ შრომითი ხელშეკრულებები თუ არსებობს და უარესაც გეტყვით მე 2 და 3 თვიანი ურთიერთობები კი არა წლები გრძელდება ურთიერთობები ისე რომ არ არსებობს მხარეთა შორის ხელშეკრულება საერთოდ, ანუ აი არ არსებობს საერთოდ ამდენად ანუ ასეთ დროს პროფკავშირი ცდილობს ალტერნატიული გზები დაადასტუროს ხოლმე შრომითი ურთიერთობების არსებობა, ესაა სახელმწიფო ჩარიცხვები იქნება, თუ ასე შემდეგ ანუ სხვა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც შევძლებთ, რომ დავადასტუროთ ეს ესე რა ქვია შრომითი ურთიერთობების არსებობა, როგორც გითხარით. ძალიან დიდი პრობლემაა ამ ხრივ ტექსტილებში მაგალითად, აი კატასტროფული მდგომარეობაა პირდაპირ გეუბნებით. აი ძალიან დიდი პრობლემაა როგორც გითხარით რიგ სასტუმროებში ახლა აი არ შევეხები ახლა კონკრეტულად იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ერთდროულად ჩამოთვლაც კი გაჭირდება რაც შეეხება ახლა დანარჩენებს აი ამ შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით კი ანუ სასამართლოში ძალიან ბევრი დავა არის ისეთი რომელიც ანუ რომელშიც შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად არა მეტიც მქონია ჩვენ მაგალითად პრაქტიკაში შემთხვევა პირადად მე მქონია პრაქტიკაში შემთხვევა როდესაც მხარეთა შორის არ არსებობდა შრომითი ხელშეკრულება მაგალითად და დამსაქმებელი პროცესზე გამოვიდა და მქონდაო შრომითი ხელშეკრულება მაგრამ მოიპარა ანუ მოპარული არისო რა ანუ მსგავს რაღაცა აბსურდებს ვისმენთ ხოლმე სასამართლო პროცესებზე
მით უმეტეს ახლა ქალბატონი შეეხო გამოსასწრელი ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებებს, სტაჟირების ნაწილსაც შეეხო. ეხლა უყურეთ როგორი რაღაცა არის, აი ჩვენს პრაქტიკა ძალიან ბევრი არის რა, ანუ მრავალფეროვანი პრაქტიკა არის, რომელი ერთი გავიხსენო ჩემთვის ცოტა რთულია, თუმცა აი მაგალითისთვის ხომ, პირდაპირ გვეუბნება კანონი რომ გამოსასწრელი ვადით შრომით ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით ხომ და მაქსიმალური ვადა რომელიც უნდა იყოს არის 6 თვე ანუ გამოსასწრელი ვადის. ხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელი ამბობს, რომ წერილობით არ დევს ეს გამოსასწრელი ვადის ხელშეკრულება და მაინც გამოსასწრელი ვადა ყოფილა. ამიტომ აი რომ ეს რა ქვია, ხვდებით ისეთ მოცემულობებსაც რა, როდესაც ანუ შრომით ურთიერთობაში იმყოფება მაგალითად დასაქმებული და შრომითი ხელშეკრულების არარსებობის გამო ცდილობს დამსაქმებელი ეს სტაჟირების ეს ნაწილად გააფორმოს. ანუ არის ძალიან დიდი ასე თქვა, არ მოეწონოს გაუშვებს სხვას აი ეგ ცალკე ძალიან დიდი პრობლემა არის გამოსაცდელი ვადით დასაქმებული ის რა ქვია ადამიანების სამსახურიდან გაშვების თემა არის აი უკიდურესად საყურადღებო და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა და იბრძვის კიდეც დღევანდელობამდე პროფკავშირი ამასთან დაკავშირებით რატო გამოსაცდელ ვადას ეხება შრომის კოდექსის მე-17 მუხლი მე-17 მუხლში პირდაპირ გვიწერია ესეთი რაღაცა რომ სამსახურიდან დასაქმებულის გათავისუფლებაზე არ ვრცელდება 58 მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი შესაბამისად თუ მხარეები არ შეთანხმდებიან ახლა განსხვავებულ წესზე ეხლა დამსაქმებელი მე არ შემხვედრია ჩემ პრაქტიკაში არც ერთი დამსაქმებელი რომელიც ცდილობს რომ ადგენს და საკუთარი საქმე გაერთულოს ამდენად ძალიან ხშირი გვაქვს შემთხვევები სამწუხაროდ ძალიან ხშირი გვაქვს შემთხვევები დასაქმებული გადის თუნდაც 6 თვიანი გამოსასწრელ ვადას და 6 თვიანი გამოსასწრელი ვადის ბოლო დღეს, როდესაც ანუ ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობა უკვე უნდა გადავიდეს ვადიან შრომით ურთიერთობაში, ანუ პირობითად მხარეთა შორის დაიდოს უვადო შრომითი ხელშეკრულება, ამ პერიოდში ბოლო დღეს მისდის დასაქმებულს ისე რა ქვია შეტყობინება, რომ აღარ მინდა რომ ჩემთან მუშაობდე და უნდა ადგე და წახვიდე სამსახურიდან. ეს მაშინ, როდესაც რამდენი დასაქმებული გყავს ასეთი, ეხლაც მყავს ერთი მსგავსი ბენეფიციარი, რომელიც მეუბნება, რომ ვალდებულება მაქვს შრომით ხელშეკრულებაში პირდაპირ მეწერა, რომ შრომითი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო რაღაც 16 თვის ოდენობით, საიდანაც პირველი 4 იქნებოდა გამოსასწრელი ვადა, აი ადგა და მივიდა ბოლო დღეს და გამიშვა დამსაქმებელმა სამსახურიდან და ოჯახიანი ადამიანები რჩებიან იმაში, რა ქვია, ქუჩაში. სასამართლოში ძალიან დიდი პრობლემაა აღნიშნულთან დაკავშირებით, რატო ვამბობ ახლა ამას. ეხლა მე იმ ნაწილში, ესე რა ქვია, რეალურად ეხლა სასამართლო ჩვენს ნაწილში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად იკვლევს ძალიან ბევრ გარემოებას, ანუ უღრმავდება და ძალიან ბევრი სასარგებლო გადაწყვეტილებებიც აქვს. ფაქტობრივად ეხლა ოფიციალურ სტატისტიკას რო შევხედოთ, ანუ პროფკავშირზე მოდის შრომითი დავების, აი როგორ ვეთქრათ, აბსოლუტური უმრავლესობა რა. მაგრამ საკითხი ეხება რას გამოსასწრელი ვადით, როდესაც არის პირი დასაქმებული, გამომდინარე იქიდან რომ დამსაქმებელს ნებისმიერ დროს აქვს ფაქტობრივად უფლება რომ მასთან შეწყვიტოს ან დადოს უვადო ან ვადიანი ხელშეკრულებები, ამას დამსაქმებელი იყენებს ძალიან ბოროტად. და როდესაც ბოროტად იყენებს და უბრალოდ წყვეტს ურთიერთობას დასაქმებულთან, არც ასაბუთებს ამ ყველაფერს. არაფერს არ ამბობს, ანუ დილას შეიძლება დამსაქმებელმა გაიგოძოს, ყავა დალიოს ხო, საერთოდ ანუ დილას შეიძლება დასაქმებული მოვიდეს სამსახურში, დამსაქმებელს არ მოეწონოს პირობითად ამბობ ყავა ან დასაქმებული რაღაცა არ მოვიდეს თვალში და წადიო უთხრა სამსახურიდან ამის გამო. და ძალიან ბევრი ადამიანი რჩება იმაში, რა ქვია, ანუ სამსახურის გარეშე. და რეალურად თუ გაინტერესებთ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, რომ სასამართლო პრაქტიკაც მათ შორის როგორი არის, ხო, თუ ამ შემთხვევაში არ იკვეთება რაიმე ისეთი გარემოება და ძალიან რთული არის დასაქმებულის შემთხვევებში ამ ესე რა ქვია მტკიცებულებების მოგროვებაც მათ შორის, თუ არა აქვს ადგილი დისკრიმინაციას, თუ არა აქვს ადგილი რაიმე ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უცილობლად ადასტურებს, რომ ეს ადამიანი სამსახურიდან გათავისუფლებას არ იმსახურებდა და ეს ძალიან რთული არის, იმიტომ რომ მათ შორის ჩვენთან მომართვამდეც, ხომ? არის როგორი ისე რა ქვია მოცემულობა რომ დამსაქმებელი შეიარაღებულია ან ერთი იურისტით ან იურისტთა ჯგუფით და დასაქმებული ამ ყველაფერთან არის მარტო. და ამდენად ანუ მათი უფლებრივი დაცვის საკითხი როგორი კატასტროფამდე მივყავართ ფაქტობრივად სასამართლო იკვლევს, მაგრამ ამ შემთხვევაში ან ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება დასაქმებულებთან და დასაქმებულებთან საუბარი ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოგროვების ნაწილზე ახლა მხოლოდ რაღაცა ფაქტების მითითება, რომლებიც ანუ რაღაც მტკიცებულებითაც ვერ მყარდება, ხშირ შემთხვევაში რა ვიცი, ანუ უბრალოდ ფაქტად და ამბად რჩება სამწუხაროდ. ესე იგი ჩვენი
ახლა ვისაუბრეთ ხელშეკრულების აუცილებლობაზე. რა თქმა უნდა. ვისაუბრეთ დასვენებაზე, შესვენებაზე, რაც ძალიან მაინტერესებდა და მინდა რომ ეს მესიჯი ხალხმა გაიგოს. აი ერთი წუთით ქალბატონაზე შეგაწყვეტინებთ. მე მინდა ერთ თემას შევეხო, აი დასვენებასთან დაკავშირებით. მე ღიად ვიტყვი და არ ვაპირებ ამის დამალოს, ჩემი ქალიშვილი თვითონ მუშაობს ერთ-ერთ მაღაზიაში, ეს მაღაზიას უწოდებ, ეს დასასრულის მაღაზია და გამოუცხადეს ბოლო შეკრებაზე ესეთი რაღაც, რომ მართალია თქვენ გიწერიათ, რომ 6 ლარია თქვენი ანაზღაურებაო, მაგრამ მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევთო, 5 ლარია გინაზღაურდებათო და 1 საათიანი დასვენებაო, ან 40 წუთიანი დაივიწყეთო. და ამ დროს 700 ლარი რომ გაქვს ხელფასი და იძულებული გახდა ორი შვილი ყავს, მაგრამ წამოვიდა სამსახურიდან. დაწერა განცხადება, რომ მე პირველი რიცხვიდან აღარ ვიმუშავებ. აი დასვენების საკითხთან დაკავშირებით მინდა ძალიან მცირე 2 წუთს წაგართმევთ. ნახეთ რა შეესაქმე, ისე ვიქ მივდივართ. დამსაქმებელს არ ავალდებულებს კანონი, არ ავალდებულებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვალდებულება არ გააჩნია, რომ დასაქმებული და დამსაქმებელი თანაბარ პირობებში იყვნენ ხელშეკრულების ფარგლებში. თანაბარი პირობები რას გულისხმობს? როგორც აქვს უფლებები დამსაქმებელს, კონდეს უფლებები დასაქმებელსაც, ვალდებულებები კონდეს ორივე მხარეს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებებს თუ ნახავთ თქვენ ახლა იურისტი ამბზანდებით, მაგრამ ლეონისთვის ეს ძალიან ადვილი გასაგებია. ხელშეკრულებებს რომ წაიკითხავთ, იქ მხოლოდ და მხოლოდ არის ვალდებულებები დასაქმებულის, ხოლო უფლებები არის დამსაქმებლის. როდესაც დამსაქმებელს უპირობოდ შეუძლია, რომ თუ არ არის დისკრიმინაცია და სხვა რაიმე არსებითი სახის დარღვევა და ბოლო დღესა თავისუფლების გამოსაცემი ვადის ბოლო დღეს მოსამართლეც უძლურია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ არის დარღვეული ხელშეკრულების არცეთი პირობა. იმიტომ რომ მას უფლება აქვს უპირობოდ თავისი სურვილის მიხედვით ნებისმიერ დროს გაუშვას სამსახურიდან. როდესაც ის 6 თვე იყო თუ 4 თვე, იაფი მუშახელი იყო მისთვის. ის ჩვეულებრივად არ იყო ეს სრულ ანაზღაურებაზე. ამით სარგებლობენ ძალიან ბევრი დამსაქმებლები და ყველაზე მთავარი რაც არის, აი ამ პირობებში ძირითადად არიან 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდები. ძირითადად აი ეს კონტინგენტი არის აი ასეთი არათანაბარი მომყობის მსხვერპლი. ზოგადად კი ბატონო, ანუ ახლა მოგახსენებთ მაგასთან დაკავშირებით, ზოგადად ანუ საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს, რომ შრომით იქმედუნარიანობა წარმოიშვება 16 წლის ასაკიდან. რაც შეეხება ახლა იმ საკითხთან დაკავშირებით, ანუ 16 წლამდე თუ შეიძლება მოზარდი მუშაობდეს, არასრულწლოვანი. შეხედეთ, ამ შემთხვევაში კანონი გამოყოფს 2 ასაკს. ერთი არის 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, მეორე არის 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი. 16-დან უკვე წარმოშობილი არის შრომით იქმედუნარიანობა. 16 წლამდე არასრულწლოვნის დასაქმებისას აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობა. ამასთან ანუ კანონი ადგენს სერიოზულ მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მუშაობა არ უნდა უშლიდეს ხელს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ განვითარებას, მისთვის განათლების მიღების შესაძლებლობას. ანუ ეს მოთხოვნები ძალიან მკაცრადაა დადგენილი კანონმდებლობით. რაც შეეხება 14 წლამდე ასაკის ბავშვებს, ეს უკვე ძირითადად საკითხი მიემართება ამ რაღაც სპორტულ აქტივობებს, მაგალითად რაღაცა კიდევ უფრო ვიწროვდება ის სეგმენტი, სადაც შეიძლება 14 წლამდე პირობითად ვამბობ, 14 წლის ბავშვი უფრო სწორად დავასაქმოთ, ასე ვთქვათ, ანუ ეს კლასიკური დასაქმების ფორმაც შესაძლებელია იყოს, ანუ ისეთი როგორც მაგალითად 16 წლის შემდგომ წარმოიშვება ნაკლებად იყოს. ვეთანხმები აბსოლუტურად ახლა რა საკითხი ეხება რა სუპერმარკეტების თემა წამოჭერით ფაქტობრივად ახლა თქვენ ანუ რამდენადაც შევხვდით და აი ეგ საკითხი მართლა ძალიან ტყიბნეული თემა არის პროფესორებისთვის, რატო? პირველი აქ ხვდებით როგორც სეგმენტს. ანუ ფაქტობრივად არიან სტუდენტები, რომლებიც ცდილობენ რაც რომ შემოსავალი მიიღონ არა იმისთვის რომ ანუ პირობითად ვამბობ კონკრეტულ სუპერმარკეტში ან თუნდაც ჰიპერმარკეტში დასაქმება მინდა, არამედ იმიტომ რომ ამ იმის რა ქვია მუშაობის პარალელურად მე ვისწავლო და ეს სამუშაო სჭირდებათ იმისთვის რომ გადაიხადონ ქირა, გადაიხადონ სწავლის გადასახადი და გამომდინარე აქედან ამ ადამიანებს ახლა არ შეუძლიათ ხოლმე რიგ შემთხვევებში, ანუ ჩემთან როდესაც მოსულა ბენეფიციარი, ძალიან ბევრი მყავს სტუდენტიც მათ შორის, რომელიც მეუნება პირდაპირ, რომ აქ იმიტომ კი არ უბრალოდ სხვაგან ვერ შოულობ ამ ეტაპზე, იმის გამო რომ სწავლობ, დამსაქმებელს უნდა გამოსტილი ისა რა ქვია კადრი, გამოსტილი კადრი უნდა და აქედან გამომდინარე ახლა უყურეთ როგორი საკითხი არის, იძულებულები არიან ფაქტობრივად ისე რა ქვია, იმუშაონ პარალელურად სწავლისა. ეხლა
თემაზე თანხმდებიან ასე კი ბატონო, აი მათ შორის ახლა მაგალითისთვის რომ წავიდეთ, ხო? ჩვენ გვაქვს ანუ ჰიპერმარკეტებთანაც დავები, გვაქვს იმასთანაც რა ქვია, ანუ სუპერმარკეტებთანაც დავები, ანუ საცალო ვაჭრობის და ქსელურ მარკეტებთან ფაქტობრივად ძალიან ბევრთან გვაქვს დავები. იქნება ეს ორი ნაბიჯი, იქნება ეს გუდვილი, გუდულთანაც გვაქვს მათ შორის. აი შეხედეთ როგორი სიტუაცია არის. ძალიან დიდი რაოდენობით ახლა პროფკავშირი მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ორგანიზაციაა, წარმოდგენილი ვართ 18 დარგობრივი პროფკავშირით და 170,000-ზე მეტი წევრით. ამ შემთხვევაში ანუ კონსულტაციების რაოდენობა მე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ წევრებისგან, არაწევრებისგანაც ძალიან დიდია. რა ვიცი, შეგიძლიათ პირადადაც ესტუმროთ, არავინ არ გზღუდავთ ამაში, ყოველდღიურად ჩათვალეთ, რომ თითოეული იურისტი რომ არ შევეხოთ იმ დარგების წარმომადგენლებს და მათ შორის გაერთიანებაში დასაქმებულ სხვა პირებსაც, აი როგორ გითხრათ, მომართვიანობა არის ძალიან დიდი. და თქვენი მხარდაჭერა ფასია. არანაირად არ ვიღებთ. არანაირი ფასი არ არის გადასახდელი, მეცაც გეტყვით. ანუ კონსულტაცია კი არ არის უფასო. თავიდან ბოლომდე, როდესაც ჩვენ დასაქმებულის საქმეს ვიღებთ და მოგეხსენებათ, ვიღებთ როგორც წევრების, ისე არაწევრების, ესე რა ქვია, საქმეებსაც, შრომიდავებსაც, არანაირ ეტაპზე დაწყებული დასაქმებულთან კონსულტაციით, დამსაქმებულთან კონსულტაციით, სარჩელის შედგენით სასამართლოში, შეტანით წარმომადგენლობით, ანუ ბოლომდე მივყვებით ყველგან ისე, რომ მათგან არ ვითხოვთ იურიდიულ მომსახურებაში არანაირ, ესე რა ქვია, თანხას. არ ვითხოვთ არანაირ. ვის ევალება, აი უსაფრთხოების შესახებ შემოწმება, უსაფრთხო გარემო შექმნა. ისევალება და კიდე მაინტერესებს აი სამუშაო პირობები საერთოდ აი როგორ უნდა განისაზღვროს რა არის ეს მაგალითად არ არის კანონში მაგალითად აკრძალულია კანონით უფრო სწორად აი მაგალითად ესეთი ტემპერატურა არის სადაც მაგალითად არ შეიძლება ცხელი ტემპერატურა იყოს ამაზე მეტი ან პირიქით აი მოგახსენებთ მაგასაც მოკლედ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ესაა დამსაქმებლის ვალდებულება ცალსახად დამსაქმებელი ფლობს ფაქტობრივად სამუშაო სივრცეს, აქედან გამომდინარე, იქ დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების. გეტყვით ამ ყველაფერს ახლა მოგახსენებთ უფრო ზუსტად. აი, შევხედოთ, ხო, გარდა საქართველოს შრომის კოდექსისა, შრომის უსაფრთხოების შესახებაც გვაქვს ორგანული კანონი და აგრეთვე გვაქვს სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც მიემართება ანუ კონკრეტულ შემთხვევებში მრავალდებულებები შეიძლება კონდეს დამსაქმებელს, რა არ უნდა მოხდეს, ანუ პირობითადობა ტვირთის აწევასთან დაკავშირებითაც მაგალითად რა, ანუ ტვირთი როგორ უნდა აწიოს დასაქმებულმა, როგორ უნდა დაიხაროს, ანუ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამუშაო ადგილზე სივრცე როგორი უნდა იყოს, ყველაფერს ფაქტობრივად ანუ განსაზღვრავს კანონმდებლობა არის ამაში, შრომის კანონმდებლობა საქართველოში განსაზღვრავს. მაგრამ მუშაობა ვინ მიხსნის ამას? აი, შეხედეთ, აქ ძალიან დიდი პრობლემა არის და მათ შორის ახლა სუპერმარკეტების თემაზეც რახან გადავედით. საცხობში მუშაობა და არ ვიცი მე ტემპერატურა, მაგალითად აქ რამდენი უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის აგიხსნით ახლა მაგ დეტალებსაც. შეხედეთ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ შრომის უსაფრთხოების პირობები იყოს სამუშაო ადგილზე დაცული, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ძალიან რომ დავიმახსოვროთ ერთი დეტალი. პირველი, ანუ დამსაქმებელს ყოველთვის ევალება დასაქმებულებისათვის შესაბამისი ინსტრუქტაჟების ჩატარება და არა მხოლოდ ეს სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი ვალდებული არის, რომ მოახდინოს ყველანაირი რისკის, რისკ ფაქტორის გათვალისწინება და ამ რისკების შესაბამისად შეფასება. ეს უნდა გინდებოდეს დოკუმენტურად და მათ შორის, ესე რა ქვია, ანუ საჭიროების შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, უნდა უტარებდეს შესაბამის ამ ესე რა ქვია, სწავლებას დასაქმებულებს დამსაქმებელი. ახლა უყურეთ როგორი სიტუაცია არის. ხშირი არის ხოლმე შემთხვევები, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს რისკების დოკუმენტი ან არც დგება. მათ შორის ანუ სამუშაო ადგილზე პირობები არის როგორ გითხრათ დარღვეული, ერთ-ერთ საწარმოში ეს იყო სამშენებლო კომპანია, კარადებს აწარმოებდა ეს კომპანია, აი როგორ გითხრათ, სამუშაო ადგილზე შევდივართ და როგორ გითხრათ, აი 5 წუთი პირადად მეც ვიყავი ადგილზე, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ამ იმაში, რა ქვია, ადგილას აი როგორ გითხრათ, გაძლება და იქ დასაქმებული უნდა მივიდეს, უნდა იმუშაოს საღებავთან, უნდა იმუშაოს იმასთან, რა ქვია, ანუ ფიზიკურად უნდა იმუშაოს და შესაბამისად, ანუ უყურეთ, იმ ტემპერატურის ფარგლებში ძალიან რთული არის ასეთ დროს, ანუ როგორ გითხრათ, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან პირდაპირ დაკავშირებული ძალიან ბევრჯერ გეტყვით. ასეთ დროს ყველაზე ეფექტური რაც დასაქმებულებს აქვთ ბერკეტი, ეს არის პირველ რიგში, ანუ ძალიან კარგი იქნება თუ პროფკავშირსაც მომართავენ, რატო ავხსნი ამას.
პროფკავშირების გაერთიანება ანუ ყოველთვის იხილავს საკითხს, სწავლობს და საუკეთესო გამოსავალს პოულობს. იქნება ეს შრომის ინსპექციისთვის მიმართვა, ეს იქნება სასამართლოსთვის მიმართვა თუ სხვა, ხომ? მეორე არის ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია მიმართოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, თქვენც რომ გაიაროთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ იმას, რა ქვია, შრომის ინსპექციის სამსახურს. თუ შეამჩნიეთ, რომ კონკრეტულ ადგილზე მაგალითად ძალიან ბევრი ესე რა ქვია, უსაფრთხოების ნორმაა დარღვეული, ანუ ეს არის უსაფრთხოება, როგორი ნაწილი არის, იცით რომ არ საჭიროებს არ საჭიროებს, როგორ გითხრათ, ეხლა გაბზარული კედლები, ჩამოვარდნის პირას მყოფი, ან დაქცევის პირას მყოფი, ესე რა ქვია, შენობები, აი როგორ გითხრათ, არ საჭიროებს ეს ანუ რიგ შემთხვევებში ზოგჯერ მესამე პირის მხრიდან რაღაც განსაკუთრებულ ცოდნას კანონმდებლობისას. რაც შეეხება დანარჩენი ახლა სუპერმარკეტების თემაზეც რო გადავედით, ხო? ჩვენ ერთ-ერთ ფილიალში, ესე რა ქვია, ეს იყო ორი ნაბიჯის ფილიალი, რუსთავში მდებარე ფილიალს გულისხმობ ამ შემთხვევაში. იყო შეშვებული შრომის ინსპექცია და შრომის ინსპექციამ დაადგინა ესეთი რაღაც, ანუ შესაბამისი მითითებებიც გასცა. გულისხმობ რას, რომ აი ამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უტარდებოდათ მათ შორის დასაქმებულებს, ანუ ხელმოწერილი დოკუმენტები არსებობს ეს რომ უტარდებოდათ შესაბამისი სწავლებები, თუმცა სათანადო სწავლებები დასაქმებულთა იმიდან, რა ქვია, ანუ შრომის ინსპექციასთან გასაუბრებიდან მაინც არ ეკუთვნება, რომ ქონდათ, ანუ სათანადოდ მაინც არ მიმდინარეობს ესა რა ქვია, სწავლებები, როგორც საჭირო და როგორც წესი და რეგია და საუკეთესოა, კი ბატონო, კეთილსინდისიერების ნაწილი ახლა შრომით ურთიერთობაში, აი როგორ გითხრათ, ყველგან არის რა ფაქტობრივად ახლა კეთილსინდისიერება მარტო ის კი არ არის შრომით გარემოში როგორ მაქვს შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული. მე რომ ხელის წლიური შემოსავალი მეზრდება, ესე რა ქვია, რამდენიმე ათეული მილიონი და დასაქმებულს არც უზრდი ხელფას, მარტო ვალდებულებებს უზრდი და მიუყავარ იმაში, რა ქვია, ანუ არც ინფლაციას ვითვალისწინებ, ინდექსაციას არ ვახდენ ხელფასებისას და დასაქმებული 1000 ლარით მომყვება წლების განმავლობაში, როდესაც ჩემი მოგებები ზოგჯერ ათეული და ასეული მილიონები არის, ანუ ეს როგორ შეიძლება ნორმალურად შეფასდეს, ხო? ამ ნაწილში ახლა ჩვენც მაგალითად ნებისმიერ წევრს ვუტარებთ შესაბამის ინსტრუქტაჟებს, სადაც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები გვაქვს შექმნილი, ყველგან აბსოლუტურად მიმდინარეობს სწავლებები, უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტები ყავს შესაბამისი და ჩვენ წევრ დასაქმებულებს ამას ვუტარებთ ყოველთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც მაგალითად არაწევრები დაინტერესებულან და ისინი მისდასრებიან ამას, მაგრამ დამსაქმებულის ვალდებულება რეალურად რომ ადგილზე ეხლა, როდესაც რაღაცა ანუ უსაფრთხოების პირობებთან დაკავშირებით უზრუნველყოფა მოახდინოს, პასუხისმგებელი იცით, თქვენ რა გონიათ, ანუ სამუშაო ადგილზე დაზარალება ეს არ არის ისეთი მარტივი მოცემულობა, საიდანაც მარტივად შეიძლება გამოძვრეს დამსაქმებელი. ამიტომ დამსაქმებლის ვალდებულებაა უპირველეს ყოვლის. როგორ ხდება მაგალითად შემოწმება ან რაღაც ყველაზე მეტად ერთ საკითხს რატომაც ისე ვაუარეთ გვერდი ეს აი სუპერმარკეტების თემასთან დაკავშირებით მე ყოველთვის მტკივნეულად აღვიქვავ და ყოველთვის მიმაჩნია რომ ეს არ არის არა ესთეტიურია პირველ რიგში, როდესაც დგას ოპერატორი დაუშვათ 10 წუთი სალაროსთან, შემდეგ კონსულტანტად არის და ნახევარი საათის შემდეგ ის გვის იგივე იატაკს ან წმინდავს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დამსაქმებულისგან არის, იმიტომ გაკეთებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი ქონდეს და ნაკლები ხელფასი გადაიხადოს. არაფრით არ შეიძლება, რომ განსაკუთრებით პროდუქტების მაღაზიაში ხდებოდეს ეს, რასაც ესენი აკეთებენ. არ აქვს მნიშვნელობა ხელთათ მას ჩაიცმევ თუ ხალათს გამოიცვლი თუ სხვა ფერისას ჩაიცმევ, თუმცა ეს არ ხდება მაინც. არ არის პოზიციების განსაზღვრა და კიდევ იქ მივდივართ. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ იქ არიან დასაქმებული. ერთი თვე, 3 კვირა არის, ერთი ბავშვი დაუშვათ, ახალგაზრდებზე ვსაუბრობ, 3 კვირის მერე ის აღარ არის იქ უკვე წასულია და სხვა მოდის და სხვა მუშაობს. ესენი დროებით ვინც არიან პრაქტიკას ვინც გადიან ზოგ სტაჟირებას ეძახიან, ვერ გაძლებაზედაც არ არის, ნახეთ რა არის, ვერავინ ვერ გავძლებს იმ პირობებს რაც იქ ხდება. როდესაც ახალგაზრდა გოგოს ეუბნებიან დღეშენ აქ სალაროსთან გეხარ და ხვალ წადი დაგავე და უკვე ის საკუთარი უფლებების შელახვად მიიჩნევს იმას, რომ მან თავისი პოზიციაც არ იცის, რა პოზიციაზე უნდა დაასაქმო. ამასთანავე არავინ არ აქცევს ყურადღებას მიზეს იმისას, რატომ მიდიან ეს სტუდენტები და დამამთავრებელი კლასი ძალიან ბევრი მოსწავლე მუშაობს სხვათა შორის. მინდა გითხრათ, 17-18 წლის ვიდრე სტუდენტები გახდებიან და ძალიან ბევრი არიან ესეთები, რომლებიც ქსელურ მარკეტებში არიან დასაქმებული. ის სოციალური გარემო, რომელიც დღეს საქართველოში შეიქმნა სწავლის გადასახედიდან დაწყებული, თუნდაც იმ საცხოვრებელი, სწორად აღნიშნა, ზოგი ქირი ცხოვრობს, არ აქვს იმის საშუალება, რომ გადაეხადოს ოჯახი ვერ ეხმარება.
არავინ არ ზრუნავს იმაზე, რომ სტუდენტებისთვის იყოს შეთავაზებული რაიმე სპეციალური პირობები. არის საზღვარგარეთის ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებული შრომითი ხელშეკრულებები და ურთიერთობებით სარგებლობენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ და რაღაც შეღავათებიც არის მათთვის დაწესებული. მსგავსი რამე არ არსებობს. ერთადერთი მე ვიცი, რომ მაკდონალდსის ქსელში არის ხელშეწყობა შრომის დროსთან დაკავშირებით, სამუშაო დროის აღრიცხვენობასთან დაკავშირებით და კიდევ ეს თემაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ ბატონ ლევანსაც ექნებოდა მსგავსი თემები, სამუშაო დროის აღრიცხვიანობა. ეს 2021 წლიდან გახდა სავალდებულო, მე როგორც მახსოვს თუ არ ვცდები, აღრიცხვიანობის დოკუმენტირება, თუმცა აქაც ხდება, მე მქონია სასამართლო პრაქტიკაში და ესეთი თემები, რომ აღრიცხვიანობაც კი სადავო გამხდარა საათებთან დაკავშირებით. აქაც ხდება ამ დოკუმენტების გაყალბება და თუმცა ბევრმა დასაქმებულმა არც იცის როგორ ხდება ამ აღრიცხვიანობის დოკუმენტირება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და იქ მივდივართ ისევ, რომ ეს არის საზოგადოების ფართო ფენებისთვის, შრომის კოდექსი კი არა და საკუთარი უფლებები არ არის ცნობილი და არ არიან გათვითცნობიერებული და შესაბამისად შემდეგ ხდება მათი უფლებების დარღვევა, შემდეგ კი ბატონო მიმართვა იურისტებთან, პროფკავშირებთან, სასამართლო შრომის ინსპექცია, მაგრამ ნახეთ პრობლემა რაშია. პრობლემა არის იქ, როდესაც მიდის დასასაქმებლად და იდება ხელშეკრულება, ან არ იდება და ზეპირი ხელშეკრულების ცდილობს ურთიერთობის დაწყებას, უკვე იქ ირღვევა მისი უფლებები. ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა უნდა გაათვითცნობიეროს და უნდა შეიგნოს, რომ როდესაც მიდიხარ შენ მუშაობის დასაწყებად, პირველ რიგში უნდა წაიკითხო ხელშეკრულება და არ დათანხმდე ზეპირ ხელშეკრულებას, რადგან შენი უფლებები უკვე დარღვეულია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ყოველ ნაბიჯზე წავაწყდებით ამ პრობლემას და განსაკუთრებით კიდევ მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი მტკივნეული თემაა აი ამ სურსათის მარკეტებში, ამ ქსელურ მარკეტებში ჩვენი ახალგაზრდობის უფლებების მასშტაბური დარღვევა, რომლებიც ფაქტიურად საკუთარ თავს ვერ იცავენ. ბევრმა არ იცის პროფკავშირთან მიმართვა, მაგალითად ზოგმა სულ არ იცის პროფკავშირი რომ არსებობს. ზოგს იმის საშუალება არ აქვს იურისტთან მივიდეს და გონიათ ყველა იურისტი მხოლოდ ფულით მისცემს კონსულტაციას და ბავშვები ერთი თვის ნამუშევარი, ესე ძალიან უბრალოდ რომ ვთქვათ, მოდიან ცარიელი ხელებით ერთი თვის დაუშვათ 3 კვირის წელში გაწყვეტილი მუშაობის შემდეგ. ესე არ შეიძლება უბრალოდ ჩვენ დამსაქმებლები უნდა დავალდებულდნენ იმით, რომ თავიანთ სოციალურ თანაბარ სოციალურ პირობებში ჩააყენონ დასაქმებულები. მოდით ამ საკითხთან დაკავშირებით, ახლა რა ხან მტკივნეული თემაა, მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ პირიქით ანუ პროფკავშირებისთვის მით უმეტეს მტკივნეული თემაა, იმიტომ რომ ეს როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ხო, შრომითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხები დასაქმებულების ზუსტად ის საკითხია, რომლის გამოცან ზოგადად არსებობს პროფკავშირი, ხო? მოდით დავიწყოთ პირველი, ანუ არასრულწლოვნები სუპერმარკეტებში. აღნიშნულთან დაკავშირებით მიგვიმართავს შრომის ინსპექციისთვის, ანუ სულ ახალი ესე რა ქვია ამბავია, ჩათვალეთ, იმიტომ რომ ცნობილი გახდა დასაქმებულების მხრიდან, რომ ანუ აი ეს არასრულწლოვნები ყავთ და ნუ შესაბამისად მათი უფლებებიც ირღვევა ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ, რომ არასრულწლოვნებთან თუ ანუ თუ სრულწლოვან დასაქმებულთან შეიძლება გავაფორმოთ თუნდაც კაბალური შრომითი ხელშეკრულებაში, ხშირ შემთხვევაში არ უღირთ ხოლმე არასრულწლოვნებთან ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება, ანუ იქ საერთოდ ხელშეკრულებას არ არსებობს რა. გარდა ამისა კი არ დამიტანო გაბადაძე ისე. მაი გაბადაძეა თქო გეუნა. გაბადაძე. თავშაბათშევა ჩაწერდა და მე დამიკიდა თქო და ახლა ჩართული რა. დაგეჭირა იყოს შენ გადავი. რა გადავამოწმოთ. რამდენი თემებია და ეს ამოუწურავი თემა, ერთი გამოც გაგდაცემ ეყოფა ამას. რეპორტაჟს გავაკეთე ქუჩიდან და მაღაზიიდან, სადმედან რა და აი კონკრეტული ერთი თემა გავშალოთ. ანუ ეს როგორი რაღაც არის ესეთი ცალკე, ანუ ეხლა მოდი გულწრფელად რო გითხრათ. შრომითი ხელშეკრულებების არარსებობა ცალკე პრობლემაა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. კი, გაგრძელე. ხო, ანუ შრომი ხო და თემაა რომ ალბათ რა ვიცი. არა, ეგ მაგაში გეთანხმებით, ანუ აი როგორ გითხრათ რა, ჩვენს პრაქტიკაშიც ახლა ძალიან რო არ მოუსწრე იმ საკითხს, რასაც ვამბობდი,
უბრალოდ აი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით იქნება ეს შრომითი ხელშეკრულებების არარსებობა, ზეგანაკოთური სამუშაო, ანუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ უნდა ავიღოთ შრომის კოდექსიდან, ფაქტობრივად თითოეულზე შესაძლებელია პირდაპირ გავნებით თითო გადაცემის გაკეთება, იმდენად დიდი დარღვევები და იმდენად ბევრი პრობლემაა პრაქტიკაში ამასთან დაკავშირებით. საუბრობდით სუპერმარკეტებში დასაქმებულ არასრულწლოვნებზე, ხო? მარტო სუპერმარკეტებში არა, რიგ საცხობებშიც არის ესეთი პრობლემები ხოლმე, როდესაც არასრულწლოვნები საქმდებიან. ამ დროს ანუ როგორც გითხარით ფაქტობრივად, აი როგორ თქვა, შრომითი ხელშეკრულებები არც არსებობს ფაქტობრივად რა. ყოფილა შემთხვევები და როგორც გითხარით, ანუ პროფკავშირი ყოველთვის სენსიტიურად ეხება ამ თემას. საკმარისი, ანუ როგორ თქვა, საკბილო იყოს, რომ შეუძლებელი არის ახლა არასრულწლოვანთა უფლებები მით უმეტეს ამის დაცვისთვის არ ვიცი პროფკავშირი კი ანუ პროფკავშირი ისედაც ამისთვის არ შექმნილი, მაგრამ ახლა ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სენსიტიური თემაა არასრულწლოვანთა ჩვენთან პირველ შემთხვევაში ცხელი ხაზის ნომერიც გვაქვს. Facebook სივრცეშიც ძალიან აქტიურად არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გამოყოფილი. დელისის მეტროსთან დიდი შენობა რო არის, ეს არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. ელექტრონულადაც შესაძლებელია ჩვენი მოძებნა და საიტზეც შესაძლებელია GTUCG, ამაზე ამ საიტით ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია აქ არის გამოფენილი, როგორ გითხრათ. რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, ანუ პროფკავშირზე ბევრმა არ იცის, ეს როგორ გითხრათ, ანუ ეს რეალურად სიმართლეს ფაქტობრივად, ანუ შეიძლება არ შეესაბამებოდეს და არ შეესაბამება, იმიტომ რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს რა, ანუ ძირითად შემთხვევებში და ბევრისგან გამიგონია მაგალითად რომ კი ანუ პროფკავშირს დაუკავშირდა იმიტომ რომ იცოდა რომ ეს იყო შრომით საკითხებთან დაკავშირებით დავებს განიხილავდა რა მაგრამ ზოგს გონია რომ ამაში ვიღაცა კონსულტაციებში თითქოს ან რამეს დააკისრებს ან რაღაცან არაეფექტო პირიქით ანუ ძალიან ბევრი დასაქმებული იმიტომ რომ ძალიან ბევრი დავა გვაქვს მოგებული პირდაპირ გეუბნებით ანუ დავების 98% მოგებული არის და ძალიან დიდი პროცენტი სასამართლოში არსებული დავების მოდის ჩვენზე ანუ მარტივად რო წარმოიდგინოთ ლოგიკა რამდენი არის 100-ზე მეტი სასამართლო პროცესი ანუ სასამართლო პროცესზე ყოფილ ვარ წარმომადგენელი, აქედან ნაწილი დამთავრებულა, ნაწილი ჯერ არც ჩანიშნულა, თუმცა ეს არის ერთი იურისტი, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ფაქტობრივად 2 წელია მუშაობს. და ეხლა წარმოიდგინეთ როგორი სიტუაცია იქნება, ანუ ზოგადად პროფკავშირებში. ახალგაზრდებთანაც საკმაოდ სწრაფი ურთიერთობა გვაქვს დაწყებული, სტუდენტებთან და მაქსიმალურად არის ეს საფუძველი უკვე მომზადებული ინტერნეტ სოციალურ ქსელებშიც აქტიურობით, რომ ნებისმიერი დასაქმებული მზად იყოს. როგორც გითხარით, ანუ მოგებული დავებით იმდენად კმაყოფილები არიან დასაქმებულები, რომ ამასთან დაკავშირებითაც თვითონ ისინი გვიკეთებენ ყველაზე დიდ რეკლამას იმაში, რა ქვია. უსასრულოდ შეიძლება ამ თემაზე ვისაუბროთ. მინდა ყველას უსურო რომ იქონდეს კარგი სამსახური, კარგი ანაზღაურება და შრომის უფლებები იყოს დაცული. არა, ამაში ეს რა თქმა უნდა საუკეთესო სურვილია ნამდვილად. მიაკითხეთ მაშინ პროფკავშირს იურისტს მიაკითხეთ მაშინ. აი, ეცეთ რა, მაგისთვის პირველ რიგში აუცილებელია რომ სოციალური მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობის მაღალ დონეზე დადგეს. თუ სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება შესაბამისად მილიონებს არა, ეს არ არის საერთო სოციალური მდგომარეობა, მე ვამბობ მთლიანად მოსახლეობის იმ სოციალურ გარემოზე, როდესაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და სტუდენტებს არ დაჭირდებათ აი ესეთი კაბალური შრომითი ურთიერთობების მიღება. ჩვენ დროს არ იყო, მაგრამ ახლა იძულებულია. სამწუხაროდ ახლა ძალიან ბევრი მალავს ამ ყველაფერსაც კიდეც გესმით, ახლა ეს არ ამოდის თვითონ პატარა ბავშვების ანუ უშუალოდ რა ახლა შეიძლება არ მოვიდნენ ესე პირდაპირ მიუხედავად იმისა, რომ არის კანონმდებლობით განსაზღვრული რიგი ვალდებულებები, რა შემთხვევაშიც მშენებლობების თემაც კიდევ სხვა მშენებლობების თემა კიდე საერთოდ ძალიან დიდი პრობლემაა. ეს გადაცემა გელოდებით შემდეგი. დავამთავროთ? შევხვდებით, კი ბატონო და ბატონო, მეწყინა. ნამდვილად ბევრია ძალიან სალაპარაკო. არჩევანი ნაზიმ ეშველიანთან ერთად საუბრობდით შრომის უფლებებზე. სტუმრად ყავდა იურისტი ქალბატონი ფატი კიპაროიძე და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან ლევან ხვინგია. დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობრებო, სწორ არჩევას გისურვებთ. ახვამდის.